ისე როგორია რა ჩვენი ქვეყნისა და ერის ბედი. ახლა ხან გავარკვიე რომ დიდია ალბათობა ირანის რეგიონი მაზანდარანი იყოს დასახლებული კოლხებით. სამწუხაროდ ჯერჯერობით არ ვიცი მაზანდარის მკვიდრები რომელი კოლხური ტომის შვილები არიან, მაგრამ ამას აუცილებლად გავარკვევ. ისე კი თუ კი ჩვენ გვინდა ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაციის გამოსწორება, უნდა ვიფიქროთ ქვეყანაში შვენიანი ადამიანების დაბრუნებაზე. ეს პირველ რიგში ეხება ფერეიდნელებს, ლაზებს, მაზანდარანებს, გუჯარებს, გურჯებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათი საქართველოში დასახლება კი დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს ხარჯები დაბალანსდება ამ ადამიანების მუშაობით. კი ქართველები შრომის მოყვარე ერი ვართ. ჩვენ თუ რამეს ხელი მოვკიდეთ, მას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენი ერის 3.800.000-დან მინიმუმ 6 მილიონამდე აყვანა გამოიწვევს დიდ ძრებს. აბა წარმოიდგინეთ ქვეყნის მოსახლეობა რომ იყოს მინიმუმ 6 მილიონი. ვიღაცა შეიძლება არ დაეთანხმოს ჩემს ამ იდეას რელიგიური სხვაობის გამო, მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ ადამიანებს თუ კი ჩვენ გავესაუბრებით სწორად, ჰუმანურად და ჭეშმარიტი სიტყვებით, მათი გაქართველება, ანუ ქართულ აზროვნებაზე დაბრუნება არ გაგვიჭირდება. ძალიან მარტივი რამეა, 99 წელს ქვეყნის მოსახლეობის რამდენი პროცენტი იყო ქრისტიანი? ძალიან მცირე ნაწილი, ხო? და რამდენი პროცენტი იყო ათეისტი? ძალიან ბევრი, ხო? დღეს როგორი სიტუაციაა? ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 80% ხომ ქრისტიანია და თუ კი ათეისტის გაქრისტიანება არ იყო პრობლემური, მაშინ ადამიანის რომელიც ქართველია და შენ მას გაისაუბრები რომ მისი წინაპრები ამ რელიგიის იყვნენ და ისიც უნდა დაუბრუნდეს ამ რელიგიას, დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი წილი აი ამ დაბრუნებული ქართველების გაქრისტიანდება. მე ამის მჯერა. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით დავასახლებდი ფერეიდნელ ქართველებს გურიაში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისე სამეგრელოში ლაზი რომ დასახლდეს, მე მაგალითად ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ლაზური და მეგრული ენა ხომ 99% ლამის ერთნაირია, ხომ მეთანხმებით. აი ასე უნდა ვაზროვნებდეთ ქართველები. აი ეს გამოიწვევს ჩვენს მყისიერ წინსვლას. აბა წარმოიდგინეთ, სოფელი, სადაც სულ რაღაც 50 მოსახლეა, თუ კი 50 ფერეიდნელს ჩაასახლებ, ამ სოფლის ცხოვრება ხომ რადიკალურად გაუმჯობესდება. ერთმანეთს ხელს შეაშველებენ. ჩვენ ხომ ვიცით რომ ფერეიდნელები ძალიან შრომელი ადამიანები არიან. იგივე შეიძლება ითქვას ლაზებზეც. მაზანდარანელები, რომლებიც გამოირჩევიან ჭიდაობით სხვათა შორის, თუ კი ამ ადამიანებს დაასახლებ მაგალითად ქართლში, დიდებული ამბავი არ იქნება? იქნება. ამიტომ ვიფიქროთ ამ ყველაფერზე. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.